ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი საუბრისა, ჩვენი საუბრისა, გახლავთ იგავი ბოროტ მევენახეების შესახებ. ეს იგავი იკითხება სულთმოფენობიდან მე-13 შვიდეულის საკვირაო წირვის სახარების კითხვისას. ეს გახლავთ მათეს სახარება 21 თავი, მუხლები 33-დან 53-ს ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. სხვა იგავი ისმინეთ, კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენახი და ზღუდე გარე მოსდვა მას. და ქმნა მასშინა საწნახელი და აღაშენა გოდული და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. აი ამ პირველ მუხლში მრავალი სიმბოლოა და სასურველია რომ სანამ შემდეგ მუხლებს წავიკითხავთ, ჯერ ამ სიმბოლიკას შევეხოთ. როგორც ხშირად იგავებში კაცის სახით, მეუფის სახით არის, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი თავად უფალი. ანუ იგულისხმება, რომ ვენახი, ესე იგი, დაასხა, ვენახი და ჩაყარა ღმერთმა და ვენახი ეს არის იუდეველთა ერი, რომელსაც ღმერთმა მისცა ამ ვენახს ზღუდე შემოავლო წერია და ეს ზღუდე არის საღმრთოს ჯული, რომელიც დაიცავდა რასაკვირველია არასწორი სწავლებებისაგან. შემდეგ მასში ამ ვენახში მან საწნახელი აღაშენა. საწნახელი არის სიმბოლო საკურთხეველისა, სადაც ძველ აღთქმაში სისხლიანი მსხვერპლი იწირებოდა, რომელიც იყო წინასახე თავისთავად ახალი აღთქმის უსისხლო მსხვერპლისა. მაცხოვრის აი ამ მიერ გაღებული მსხვერპლის გახსენების, ესე იგი, რიტუალი სრულდება საკურთხეველში ტრაპეზზე. და მესამე სიმბოლო ეს არის გოდოლი. გოდოლი ეს იყო ასეთი ნაგებობა, სადაც ასეთი ამაღლებული ნაგებობა, სადაც მაშინდელი იუდეველები ერთის მხრივ დარაჯობდნენ აი ამ როცა მოსავლის აღების წინ რომ პარავთან ცხოველებს არ ესე ვთქვათ ვენახის ნაყოფი არ ასეთ მიეტაცათ და ასევე იქ ისინი ისვენებდნენ ხშირად და ღამითაც რჩებოდნენ თუ ვენახი მოშორებული იყო საცხოვრებელ სახლს. და აი ეს გოდოლი იყო წინასახე, უпроსორეთ სიმბოლო ძველ აღთქმაში ჯულის კარვისა, მოსეს კარვისა, ხოლო ახალ აღთქმაში რასაკვირველია ეს იყო რომელიც წინასახე იყო მოსეს კარავი ახალი აღთქმის ტაძრისა. ანუ მან მისცა იუდეველ ერს ჯული, მისცა ასე ვთქვათ ღვთისმსახურების ესეთი წესი, ადგილი, სახეობა, მსხვერპლის შეწირვის წესი და სახეობა და მისცა ესე იგი ტაძარი, სადაც ისინი ამას
ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ. და დაუდგინა მოქმედნი, ანუ ვისაც უნდა ეზრუნა ამ ვენახზე, ვინ იყვნენ ეს მოქმედნი? ეს მოქმედნი იყვნენ ამ მოქმედში იგულისხმება მღვდელმსახურნი, მოძღვარნი, რომელთაც ევალებოდათ ზრუნვა იმაზე, რომ აი ამ იუდეველს ერს სამწყსოს ღვთის სწავლების შესაბამისად ეცხოვრა და გამოეღო ნაყოფი. ამ შემთხვევაში ვენახის ნაყოფი კეთილი არის კარგი მოსავალი, კარგი ხარისხის ყურძენი, ხოლო სულიერი ნაყოფი უნდა ყოფილიყო სათნოებანი. ადამიანთა შორის სიკეთე, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და კეთილდღეობა აი ასეთ საზოგადოების პირობებში რასაკვირველია კეთილდღეობა ყოველთვის არის უზრუნველყოფილი თუ არის მაღალი სათნოება საზოგადოებაში. და ესე იგი აი ეს არის ვენახი. ეს არის ვენახი და ვენახის ესე იგი დანიშნულება, რომ ვენახმა ნაყოფი უნდა გამოიღოს და აი ისინი ვინც უნდა იზრუნოს, რომ ვენახმა ვენახის დამუშავება ამ შემთხვევაში ნიშნავს სულიერი ნიადაგის დამუშავებას, სულიერ ზრუნვას, როგორც მცენარეს სჭირდება და საერთოდ ცნობილია, რომ ვას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, ასევე ადამიანის სულს და სამწყსოს სჭირდება ძალიან დიდი რუდუნება, რომ მან სწორად განვითარდეს იგი და კეთილი ნაყოფი გამოიღოს. შემდეგ მოხში ვკითხულობთ ასეთ შინაარსს. და რა ჟამს მოიწია, უკაცრავად და მისცა იგი მოქმედ საქმე და წავიდა, ხო, ესე იგი პირველ მოხში წერია, რომ დატოვა ისინი. დატოვა ნიშნავს, რომ ესე იგი რასაკვირველია, დაელოდა როგორ გამოიღებდა ნაყოფს ეს ვენახი და დასტოვა ისინი, წავიდა და ჩააბარა ეს საქმე, ესე იგი მათ უნდა გამოიღოთ, ესე იგი ამ წინამძღოლების ხელმძღვანელობით კეთილი ნაყოფი. და რა ჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთა, მიავლინა მონანი მისნი მოქმედთა მათ, მოღებად ნაყოფისა მისისა და შეიპყრეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთა მესცეს, რომელნიმე მოსყვიდეს და რომელთამე ქვა დაჰკრიბეს. ყვალად წარავლინა სხვანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა და მათსა ეგრეთვე უყვეს. რას ნიშნავს მოიწია ჟამი ნაყოფისა? ანუ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც ერს უნდა საღვთოს ჯულის საფუძველზე ემოქმედათ, კეთილი საქმე აღესრულებინათ, სულიერი სრულყოფის გზაზე შემდგარიყვნენ და მომხდარიყო მათი ფერისცვალება, მათი სულიერი ამაღლება. და აი ნაყოფი იქნებოდა სწორედ კეთილი ნაყოფი, აი ამ სათნოებათა გამოვლინება. და წარავნინა, ესე იგი, თავისი წარმომადგენლები, რომ აი ეს ნაყოფი, ასე ვთქვათ, ვისაც ჩააბარა, რომ მათგან მიეღო ეს ნაყოფი, ხო? როგორც ვენახის მეპატრონე რომ დაადგენს ვენახის, ასე ვთქვათ, დასამუშავებლად და ნაყოფის იმისაღებად გარკვეულ ადამიანებს, მერე მათ ეს ნაყოფი მას უნდა ჩააბარონ, ხო? და აი მივიდნენ და რა მოხდა? ესე იგი, ვენახის მოქმედთა, რომელთაც ეს დაევალათ, რომ ეს საქმე გაეკეთებინათ და ბუნებრივია ნაყოფი უნდა დაებრუნებინათ, ამ მეპატრონის, ამ სახლის უფროსის, ესე იგი, წარმომადგენლები ზოგი შეურაცხყვეს, ზოგი სცემეს, ზოგი
ესე იგი, ქვა დაკრიბეს ეს საშინელება, ქვის დაკრება იყო ფაქტიურად ჩაქოლვა. ეს წესი იყო ყველაზე დიდი ასეთი ბოროტების წინააღმდეგ, რომ და რა მოხდა, რატო მოხდა ეს? იმიტომ რომ მათ არ ქონდათ ნაყოფი და როდესაც აი ამ წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ ნაყოფი არ არის და უთხრეს, რომ ეს არ არის ნაყოფი, მათ კი არ აღიარეს თავისი დანაშაული, არამედ თქვეს, რომ ესე უარყვეს ჭეშმარიტება, ანუ მათი მიერ ნაყოფის ვერ მიღება და იქით ესე იგი გამოაცხადეს, რომ აი ეს წარმომადგენლები არიან ბოროტნი, არიან დამნაშავენი და თითქოს აი პირიქით ეს ამ შემთხვევაში ეს არის ეს წარმომადგენლები არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც პერიოდულად აგზავნიდა ღმერთი და აი ამ წინასწარმეტყველები, როცა ხედავდნენ ასეთ უსჯულოებას, ისინი აღშფოთებულნი იყვნენ და რასაკვირველია ამხილებდნენ და ამავე დროს მოუწოდებდნენ, რომ სჯულისკენ შემოbrunებულიყვნენ, მაგრამ აი იმდენად ესე იგი ეს წინამძღოლები იუდეველთა წინამძღოლები იმდენად სულიერად იყვნენ, ასე თქვათ, არაჯანსაღად მცხოვრებნი, ანუ თვითონაც არ ცხოვრობდნენ ჯანსაღად, ზედაპირულად ცხოვრობდნენ. ფაქტიურად ამ ესე იგი ცდილობდნენ, რომ ეს სამწყსო, რომელიც ამ მეპატრონის სამწყსო იყო და რომლისგანაც მეპატრონე რაღაც სიკეთეს ელოდა, თავის სამსახურში ჩაეყენებინა, თავისი პირადი კეთილდღეობისათვის გამოეყენებინათ ეს სამწყსო და შესაბამისად თავის აი პირადი კეთილდღეობას მიწიერს, რასაკვირველი არასულიერს, აი ამ აფუძნებდნენ აი ამ მსახურებას, ვენახის მსახურებას, ანუ სამწყსოს მსახურებას, არა ჭეშმარიტ მსახურებას აცხადებდნენ ჭეშმარიტად და იმ პატივს და იმ ასე ვთქვათ, სულიერ თუ მატერიალურ სიკეთეს, რაც სამწყსოსგან შეიძლება მიეღო, თვითონ ღებულობდნენ და შესაბამისად წინასწარმეტყველებს რასაკვირველია აცხადებდნენ დამნაშავეებად და ესე შეურაცხყოფას აყენებდნენ, ფიზიკურად გვემდნენ და აი ზოგიერთი მოკლეს კიდეც. გავიდა ჟამი, კიდევ გამეორდა ეს სახლის პატრონი კიდევ აგზავნის, ესე იგი არაერთხელ განმეორდა ეს და მომავალშიც ასე გაიმეორეს. აი ბოლოს ამის შემდეგ, როცა სახლის პატრონი ამას ყველაფერს ხედავს, რას მოიმოქმედებს საბოლოოდ სახლის პატრონი. ხოლო უკანასკნელ მიულინა მათ ზეთვისი და თქვა, ხოლო თუ იყდიმონ ძისაგან ჩემისა, ხოლო ქვეყნის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი და თქვეს გულსა მათსა ესე არს მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშევის ვენახისა და მოკლეს. ვენახის მოქმედებმა, ხო, სახლის პატრონმა თქვა, რომ ხო, ჩემი, ესე თქვა, წარმომადგენლებს ასე ცუდად მოექცენ, მაგრამ იქნებ თუ ჩემს შვილს გავაგზავნი, მისი მაინც მოერიდებათ და მას მაინც, ესე თქვა, მის წინაშე მაინც, ესე თქვა, აღიარებენ თავის, ესე თქვა, შეცდომას და შეეცდებიან გამოსწორდნენ და ეს ვითარება შეიძლება გამოსწორდეს. მათ კი, როცა ნახეს, რომ ეს არის სწორედ მისი ძე, თქვეს, რომ აი მოვკლათ იგი და სამკვიდრებელი მემკვიდრე ჩვენ ვიქნებით. ისინი ის კი არ იქნება მემკვიდრე ძე, პატრონ, სახლის პატრონი და ჩვენ დავიმკვიდრებთ აი ამ ვენახს. ნუ აქაც ესე იგი ეს არის ალეგორია იმის შესახებ, რომ უფალი აგზავნის თავის მხოლოდ შობილ ძეს იესო ქრისტეს და რასაკვირველია უფალმა იცის მას როგორც მოექცევიან, მაგრამ ამით ჩანს, რომ
უფალი არაკლებს, ესე იგი, მცდელობას, რომ აი დაეხმაროს მათ აი ამ შეცდომიდან რომ გამოვიდნენ და რაღაცას გამოსწორების საბოლოო საშუალებას არ იშურებს. აი ყველაზე დიდი რაც შეიძლებოდა ეს იყო რომ ზეღმერთი განკაცებულიყო და აი თქვათ მისულიყო მათთან და ну ულებრივია მათ იხილეს რომ ეს ესე იგი ზეღმერთი რომელიც რასაკვირველი არ აღიარეს მაგრამ გრძნობდნენ რომ მისი სწავლება და სასწაულები ეს იყო ღვთაებრივი ესეთი ხელმწიფება ჩანდა ამაში რაც იწვევდა იმას რომ მთელი ერი ადიდებდა მას თაყვანსცემდა და ამით ისინი კარგავდნენ თავის გავლენას სამცხსოზე და უკვე ხდებოდნენ რომ აი თუ ამ ძეს ანუ სახლის პატრონის გამოგზავნილს ისინი არ გაანადგურებდნენ მაშინ ისინი დაკარგავდნენ თავის ყველა პრივილეგიებს და ნუ გამოსავალი იყო ის რომ იგი უნდა გაენადგურებინათ და კიდევაც აღასრულეს ეს და აი აქ ჩანს ესე იგი უგუნურება რომ როგორ შეიძლება შენ ეს გააკეთო და არ მოელოდე იმას რომ სახლის პატრონი ამისთვის შენ პასუხს გაგებინებს და როგორ შეიძლება რომ სამკვიდრებელი შენი იყოს აი ეს უგუნურება სწორედ იყო რამაც აი სწორედ არასწორი ცხოვრების გამო არასულიერი ცხოვრების გამო რომლითაც ცხოვრობდნენ პირველ რიგში სულიერი წინამძღოლები იუდეველთა და მერე მათი ასე ვთქვათ არასწორი სწავლების გამო ბუნებრივია იუდეველი ერი და შესაბამისად აი ეს გონებით დავნელება რომ აი სიკეთეზე ამბობდნენ რომ არის ბოროტება და თავის ბოროტებას სიკეთეთ აცხადებდნენ აი ეს არის საშინელი ესე ვთქვათ გონების დავნელება იყო სხვანაირად როგორ შეიძლება რომ ასეთი სიკეთე შენ ბოროტებად გამოაცხადო და ამ გონების დავნელებას იწვევს არასწორი ცხოვრება სწორი ცხოვრება ესე გარეგნულად წესების დაცვა ქრისტიანული წესების და მაგრამ შინაგანად არანაირი ზრუნვა სულიერი განვითარებისათვის ანუ სრული ესე ვთქვათ გაორება ადამიანისა ერთის ესე ვთქვათ ერთი მხრივ აღიარება ღვთის არსებობისა, მისი ჯულისა და მისი ერთგულების, მისადმი ერთგულებისა და მეორე მხრივ ესე ვთქვათ ამ ჯულის საწინააღმდეგო რეალური ცხოვრება. როგორც ისაია წინასწარმეტყველი ამბობდა ასე ამბობს უფალიოერიო ესე პირითა მადიდებს მერე ხოლო გული მისი განშორებულია ჩემგან რომ მისი გული მიჯაჭული იყო არასულიერ ცხოვრებას არამედ მიწიერებას ამ ქვეყნიურს დიდებას და ამ დიდებას კარგავდნენ ისინი და ვითომ ამ დიდებას აღარ დაკარგავდნენ როდესაც აი ამ ყველაზე უფლის ყველაზე დიდ წარმომადგენელს ასე ვთქვათ გაანადგურებდნენ ნუ აი ესეთი სრული გონების დავნელება და უგუნურება ამის შემდეგ რაჟამს უკვე მოვიდეს უფალი სავენახისა მის რაიმე უყოს ქვეყნის მოქმედთა მათ რქუეს მას ბოროტნი იგი ბოროტად წარწმინდეს და ვენახი იგი მისცეს სხვათა ქვეყნის მოქმედთა რომელთა მას ნაყოფი მოსცენ ჟამსა თვისა. მაცხოვარი სვამს კითხვას. აი, როდესაც ასეთი რამ მოხდება. რა მოიმოქმედებს სახლის პატრონი. და ამ კითხვას უსვამს სწორედ აი იუდეველებს და მათ წინამძღოლებს. ნუ შეუძლებელია ამაზე იყოს სხვა პასუხი გარდა იმისა, რომ
ბოროტები დაისჯებიან, ბოროტი მევენახეები, რასაკვირველია, ბოროტ მევენახეებს აღარ ექნებათ უფლება, რომ ასე ვთქვათ, ვენახის მოქმედნი იყვნენ, ანუ იზრუნონ ვენახის მოვლა პატრონობაზე და შესაბამისად სხვა მევენახეებს დაადგენს უფალი. ეს ამას ამბობენ თვითონ იუდეველები. ანუ ფაქტიურად მათ თავის თავს გამოუტანეს განაჩენი. და რასაკვირველია, ასეც მოხდა და უფალი ბრძანებს რომ მოვა და ასეც მოხდა და მართლაც 70 წლის შემდეგ მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, როცა გავიდა 70 წელი, რომის იმპერიამ აჯანყებული, ამბოხებული, ესე იგი, იუდეველები ამბოხება სისხლში ჩაახშო და იერუსალიმში ქვაქვაზე არ დარჩენილად, უამრავი ფიზიკურად განადგურდა, ვინც გადარჩა მონებად გაიყიდა და მთელ სოფლიოში გაიფანტნენ. ასეთი იყო სასჯელი აი ამ დიდი ცოდვისათვის. და ბოლოს, ესე იგი, ბრძანებს მაცხოვარი. რქვა მათი ესო, არღა აღმოგიკითხავსა, წიგთა შინა, ლოდი რომლ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქნა თავკიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არ საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა. ამისთვის გეტყვით თქვენ, ვითარმეთ მიგეყოს თქვენგან სასუფეველი ღვთისა და მიეცას ნათესავსა, რომელნი ყოფდნენ ნაყოფსა მისსა. ისაია ესე იგი, ერთ-ერთ, ესე ვთქვათ, საწინასწარმეტყველო წიგნში წერია, რომ ლოდი, რომელსაც შეურაცხყოფენ მაშენებელნი, ანუ თავკიდური ლოდი არის ასეთი ლოდი, რომელიც არის მშენებლობისას შემაერთებელი ორი კედლის შუაში იდება ეს თავკიდური ლოდი, რათა ეს ორი კედელი შეერთება ამას დაეყრდნოს, დაეფუძნოს და არ წაგიკითხავთო, წმინდა წერილში არ გახსოვთო, რომ აი ლაპარაკია, რომ მაშენებელნი, ვინც სახლს აშენებენ ამ შემთხვევაში სულიერი მშენებლობაზეა, ერის სულის მშენებლობაზეა ლაპარაკი, სულიერი ტაძრის მშენებლობაზეა ლაპარაკი. აი ეს შენობა, მაშენებელნი, რომელიც სულიერ ამ შენობას აშენებენ, მათ შეურაცხყვეს ეს ლოდი, ან მათ უარყვეს ეს ლოდი, ვერ დაინახეს მისი მნიშვნელობა. და აი ეს ლოდი გახდა, ესე იგი, სწორედ საძირკველი აი იმ მშენებლობისა, სულიერი მშენებლობისა, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა. ანუ აი ფაქტიურად მართალია მათ ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მაგრამ ქრისტე აღდგა და იგი გახდა საძირკველი უკვე ახალი ეკლესიისა, ახალი სულიერი შენობისა და აი ბოლოს ამბობს მაცხოვარი, რომ აი ამ ვინც ესე ვთქვათ მოეღოს მისგან, ვისაც ბოროტი მევენახეებს, ანუ სულიერ წინამძღოლებს ჩამოერთვა სასუფეველი, ანუ ესე იგი მათ აღარ ექნებათ უფლება წინამძღოლები იყვნენ ერისა სასუფეველისაკენ მიმავალ გზაზე და სხვა წინამძღოლები დაედგინებათ, რომელნიც ნაყოფს გამოიღებენ ამ ვენახის ნაყოფს გამისცემენ, ესე იგი სახლის პატრონს და ეს არის ახალი ეკლესია და მისი მსახურნი. აი ესეთია ამ იგავის შინაარსი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თავარი, ესე იგი, დანიშნულება ღვთის მიერ შექმნილი კაცობრიობისა არის სულიერი ნაყოფის გამოღება. სულიერი ნაყოფი ეს არის სათნოებანი, რომელიც ადამიანმა დიდი შრომით უნდა
მოიმუშაკოს. აი როგორც ვენახს სჭირდება დიდი შრომა, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ასევე სულის განვითარებას, სრულყოფას დიდი შრომა ჭირდება. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იგი უკვე არის მონათლული ადამიანი, კი არათუ მოუნათლავი, საჭიროებს დიდ სულიერ ფერისცვალებას, იმიტომ რომ მიდრეკილება, დაცემული ბუნება, რომელიც ადამიანში დაბადებიდანვე არის, არათუ ნათლობის შემდეგაც ავლენს თავს და მას სჭირდება მუდმივი წინააღმდეგობა, რომ ეს ბუნება, დაცემული ბუნება შეცვალოს ახალმა ბუნებამ. ანუ ძველი ადამიანი, ანუ ცოდვილი მიდრეკილებების მქონე ადამიანი შეიცვალოს ახალი ადამიანით, ანუ სათნოებებისაკენ მიდრეკილი ადამიანებით, რომელიც ამრავლებს ამ სათნოებას, თვითონაც ხდება ტაძარი ღვთისა და საზოგადოებისთვისაც არის ძალიან დიდი სიკეთის მომტანი და აი ესეთი სული წმინდის მადლით ახსილი პიროვნებებისგან შემდგარი საზოგადოება, ეს არის ჯანსაღი საზოგადოება, რომელიც ყველა ბოროტებას დაძლევს. რაც თავარია, იგი მთლიანია, ერთსულოვანია და ასევე როგორც შიგნით მასში არის სიჯანსაღი, ასევე მის გარეთაც ის ავლენს მხოლოდ სიკეთეს და მხოლოდ ასე ვთქვათ სათნოებას ავლენს გარე სამყაროშიც, რითაც კიდევ ერთხელ არა მარტო თვითონ ხდება ესეთი მიმღები ღვთის მადლისა და წყალობისა, არამედ სხვასაც უზიარებს ამ წყალობას და მადლს. აი ეს არის მთავარი აზრი აი ამ ბოროტი მევენახეების იგავისა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არა მარტო აქ ძველად ხმაზეა ლაპარაკი, ჩვენც დღესაც ჩვენს მოგვეთხოვება, რომ ვიყოთ ასე იგი მევენახე მოქმედი არის არა მარტო ის წინამძღოლების ასულიერო დასი, არამედ ყოველი ადამიანი თავისი სულის, ასე ვთქვათ, რასაკვირველია ეკლესიის სულიერი ხელმძღვანელების დახმარებით თვითონაც არის თვითონაც ზერწავს თავის სულს, თვითონაც არის აღმშენებელი თავის სულიერი ტაძრისა და აი ყოველი ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ კეთილი მევენახე, რომ კეთილი ნაყოფი გამოვიღოთ, რაც ისევ ვიტყვი, რომ დიდ შრომას და დიდ მონდომებას ითხოვს, თუმცა როგორც დავით გურამიშვილი ამბობს, სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გათბილდების, შრომის ძირიც მწარე არის, მაგრამ ნაყოფი არის კეთილი და ამით არის ადამიანი ბედნიერი და ამიტომ თავს სინანულის ჯობია ბოლო ჟამს დანანებას. ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა მოგცეს აი ეს რომ ვიყოთ არა ბოროტი მევენახეები, არამედ კეთილი მევენახეები და ჩვენი სული, ასე იგი, გავაჯანსაღოთ, აღვავსოთ სიკეთით და ჩვენი საზოგადოებაც რომ გაჯანსაღდეს და ვიზრუნოთ ამაზე, რომ აღივსოს და გაჯანსაღდეს და აღივსოს სიკეთით. ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასროთ, ჩვენთან არს ღმერთი.